და უბრუნდეთ ისევ Winston-ს და მოდი გავიმეოროთ რა ცვლილებებთან გვაქვს საქმე. X და Y ცვლილებით შემოვიღეთ, რომელიც მდებარეობას განსაზღვრავს, როგორც ხედავთ, წინა პროგრამაში გავაკეთეთ ეგ, წინა ვიდეოში უпростоრად შევცვალეთ პროგრამა და მოდი ახლა ესეთი რაღაც ვქნათ. მოდი ნახოთ, როგორ მუშაობს ჯერ ეს პროგრამა და შემდეგ კიდევ უფრო დახვეწილი ხომ არ შეგვიძლია გავხადოთ რამენაირად, ანუ ცოტა უფრო დინამიური. დავუკვირდეთ. პირველ რიგში ვქმნით i-size ცვლადს, რომელიც თვალების ზომას განსაზღვრავს. და ამ შემთხვევაში 40 მივანიჭეთ, ამიტომ 40 პიქსელი არის თვალის ზომა, ხო, რადიუსი. შემდეგ x და y გვეუბნება მდებარეობას, ანუ ცენტრს განსაზღვრავს ამ სახის ელიფსის, ანუ იმ დიდი ყვითელი წრის ცენტრი არის და ეს ელიფსი არის მთელი სახე, ასე ვთქვათ, ან თავი. შემდეგ მოდის ორი ელიფსი, რომელიც თვალებს წარმოადგენს, ერთი არის სახის ცენტრის მარცხნივ, ამიტომ x-50 არის და მეორე არის სახის ცენტრის მარჯვნივ, შესაბამისად არის x + 100. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ როცა აქეთ იქით გვინდა ვამოძრავოთ Winston-ი, გვინდა რომ თვალებიც დაყვებოდეს, ამიტომ არის x + 100 მეორე თვალი, ცოტა მარჯვნივ რო იყოს, ხო? და ბოლოს ცხადია გვაქვს პირიც, რომელიც ასევე განსაზღვრული არის ცენტრის მიხედვით, მაგრამ მე მინდა რომ ცოტა უფრო მეტი რაღაც ვაკონტროლო. მაგალითად, მე მინდა რომ თუ შევცვალე Winston-ის სახის, ანუ თავის ზომა, ყველაფერი დანარჩენიც იცვლებოდეს. და ამისთვის მოდი ყველა ხაზი გავარჩიოთ ამ კოდის, ფერებს მივაქცევთ ყურადღებას ოღონდ და თუ კი სადმე შემხვდება რამე პარამეტრი, რომელიც მხოლოდ რიცხვი არის და არანაირად არა ცვლადზე დამოკიდებული, შევცვალოთ და გავხადოთ ცვლადზე დამოკიდებული. აი პირველ ელიფსში მაგალითად თავიდან გვხვდება x და y, მაგრამ შემდეგ 300 და 300-ია, ხო? და ესენი არის რაღაც კონკრეტული რიცხვები. მოდი შევცვალოთ ეს ცვლადით. მოდი შემოვიღოთ ახალი ცვლადი, შევქმნათ face size, რაც ნიშნავს სახის ზომას და მივანიჭოთ 300. ამიტომ face size ჩავწეროთ ახლა ორივე 300-ის ნაცვლად აქ. და შემდეგ განვაგრძოთ საქმე. ამ მომდევნო ორ ელიფსში, fills დავანებოთ თავი, ფერები არ გვაინტერესებს, ყველა პარამეტრი არის დამოკიდებული ცვლადზე. მართალია 50-ები გვხვდება, მაგრამ მაინც ცვლადზე დამოკიდებულია და ამიტომ არ აღუშავს. ეხლა პირველი ორი პარამეტრი პირის გამსაზღვრელ ელიფსში კი არის ცვლადზე დამოკიდებული, მაგრამ ეს 150-ები არა. ამიტომ შევქმნათ ახალი ცვლადი და ვარქვათ mouth size და ეგ იყოს 150. ანუ პირის ზომა განსაზღვროთ mouth size-ით. და ამიტომ 150-ების ნაცვლად აქაც დავწეროთ უბრალოდ mouth size ცვლადი. კარგი ბატონო. ეხლა უკვე განსაზღვრეთ ყველა ფიგურის ზომა ცვლადით, რაც ძალიან კარგია. მაგრამ ეხლა თუ ვცვალე მე რომელიმეს ზომა, დანარჩენი არ იცვლება. ანუ მაგალითად პირი რომ შევცვალე, ან თავი რომ შევცვალე თუ სახე, ყველაფერი სხვა დარჩა. ანუ ერთს რომ ვცვლი, სხვა არ იცვლება და მე მინდა რომ რაღაცნაირად ყველაფერი ერთმანეთს მივაბა. ანუ მაგალითად მე თუ გადავწყვიტე რომ Winston-ი მინდა ძალიან პატარა იყოს, მინდა რომ ერთი რამე შევცვალო და ყველაფერი შესაბამისად დაპატარავდეს. ამიტომ მოდი ავდგები და აი თქვა თუ დავაპატარავე ძალიან მთელი სახე, მაშინ საერთოდ უაზრობას ვიღებ, ხო? რაღაც სახიდან გამორჭობილი არის ეს რაღაცები ზოგჯერ, აი ძალიან პატარა როცა არის სახე, საერთოდ აღარც კი გავს რომ თითქოს სახეს უყურებთ, ხო? ეს ყვითელი რაღაც ცალკე რაღაცას წარმოადგენს. ამიტომ მოდი ისე გავაკეთოთ, რომ მთლიანად Winston-ის ყველა მახასიათებელი, მისი თვალები, მისი პირი, მისი სახე ერთი კონკრეტული ცვლადით შეიცვალოს. კერძოდ მოდი მივაბათ ეს ყველაფერი სახის ზომას. ანუ face size იყოს ჩვენი განსაზღვრელი ერთგვარი ცვლადი, რომელსაც მიებმება mouth size, eye size და მეტი არც არაფერია პრინციპში. კარგი ბატონო. მაშინ მოდი face size ისევ სტანდარტულად როგორც იყო თავიდან 300 დავტოვოთ ეგრე. და ახლა ნახოთ მაგისი რა ნაწილი არის mouth size. ანუ მის რა ნაწილს მე რამდენიც წარმოადგენს. 300 არის face size და 150 არის mouth size. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ 300-ის ნახევარი არის mouth size. ანუ face size-ის ნახევარი არის mouth size. ანუ შემიძლია დავწერო, რომ mouth size უდრის 1/2-ჯერ face size. 1/2 გამრავლებული face size-ზე. რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის 1/2 გამრავლებული 300-ზე, რაც არის 150. ამიტომ მე თუ ახლა ვცვალე face size, მაშინ mouth size-ით შეიცვლება მაგის მიხედვით. და მართლაც თუ დავუკვირდებით, პირი ძალიან კარგად დაყვება ახლა აი ამ თავის ზომას. მშვენიერია. ესე იგი ძალიან კარგად მუშაობს თურმე ეს ლოგიკა და მოდი იგივე გავაკეთოთ მაშინ eye size-ისთვისაც. ვხედავ რომ eye size-ის ზომა არის 40 და ვიცი რომ ეგ არის 40/300 face size-ის, ხო? ანუ 40/300 რამდენი არის? მოდი ხა უცებ გამოვთვალოთ ეს. ეს არის იგივე რაც 4/30 თუ შევგვეცავთ ამ ნულებს, რაც იგივე რაც 2/15 და ამიტომ შეგვიძლია დავწეროთ, რომ eye size არის 2/15 ჯერ
face size. სხვადასხვა ეს წილადები თუ ან არ გახსოვთ ან არ გესმით ან რაღაც, ან ჯერ არ გისწავლიათ, შეგიძლიათ ხანის აკადემიაზე ნახოთ ამისი ვიდეოები, გაარჩიოთ და მერე დაუბრუნდეთ აი ამ ჩვენს პროგრამების ვიდეოს, აიქ დავტოვებ ლინკს. კარგი ბატონო. ეხლა განვაგრძოთ. ესე იგი, მოდი ჯერ შევცვალოთ უბრალოდ და ვნახოთ რა მოხდება. დანარჩენი ყველა ფიგურაც სახის მიხედვით იცვლება, მაგრამ დაუკვირდებით ალბათ და ნახავთ რომ ერთი უცნაური რაღაც ხდება, როცა ძალიან მოპატარავებთ. ეს თვალები და პირი მაინც სადღაც გამოვარდნილი არის, როგორც კი ოდნავ უფრო მცირდება სახის ზომა, რაც არ არის თლად კარგი. ეგ იმის ბრალი არის, რომ ისევ სადღაც გვაქვს კონკრეტული რიცხვები. კერძოდ, აი აქ გვაქვს 50 და 50. რაც გვეუბნება რომ მოდი თვალი ყოველთვის იყოს 50-ით მარცხნივ და 50-ით ზემოთ იმის ცენტრზე. მაგრამ იქნება 50-ზე პატარა არის სახე. მაშინ ძალიან შორს გავარდნილი გამოვა თვალი და საერთოდ არც კი იქნება სახეზე, ხო? შესაბამისად, თლად სწორი არ არის რომ 50-იანი კონკრეტული რიცხვი იყოს. ამას ჯობია რომ ისევ სახის მე რაღაცედი იყოს აქაც. ამიტომ მოდი აქაც შემოვიღოთ რაღაცა ცვლადი. ანუ x-50 კი არ იყოს x- სახის ზომის მე რაღაცედი. და მაშინ ადეკვატურად მოხდება ყველაფრის შემცირება და გაზრდა. ეხლა 50 მე რამდენედი არის 300-ის? 50 მე 300 არის იგივე რაც 5-30, რაც არის 1/6. ანუ x-1/6 ჯერ face size-ი დავწეროთ, მოდი აქ. ანალოგიურად აქაც 50-ის ნაცვლად 1/6 ჯერ face size. ძალიან კარგი. ეხლა 100 მე 300 არის 1/3, ამიტომ ეს იქნება 1/3 ჯერ face size, 60 მე 300 არის 6/30, ანუ 1/5, ესე იგი 1/5 ჯერ face size და ეხლა ბოლოს პირი, ისე 50 არის 1/6 face size და ბოლოს 40, რომელიც უკვე ზემოთ გავარკვიეთ, რომ არის 2/15 face size, ამიტომ დავწეროთ 2/15 ჯერ face size-ი და ეხლა ყველაფერი დამოკიდებული არის face size-ზე და მოდი კიდევ ვცადოთ face size-ის შეცვლა. შვენიერი. აი როგორც ხედავთ, ყველაფერი აბსოლუტურად ყველაფერი დამოკიდებულია ახლა face size ცვლადზე, რომელსაც ერთი კონკრეტული რიცხვი ენიჭება, რომელსაც ჩვენ ვცვლით, როგორც გაგვეხარდება და შესაბამისად ზომაც და მდებარეობაც ამ პირის და თვალების არის მიბმული face size ცვლადის მნიშვნელობას. და ამიტომ მინდა გავზრდი, მინდა შევამცირებ face size, მაინც ყოველთვის ისე იქნება ეს თვალების და პირის მოთავსებული სახის ცენტრის მიხედვით, რომ მთლიანად ერთიანი სურათი იზრდებოდეს და მცირდებოდეს. ანუ ეგეთ ილუზიას ქმნიდეს. ილუზიას რა პრინციპში მართლაც ეგრე არის, ხო? ასე რომ უკვე ვისწავლეთ როგორ შეგვიძლია ვცვალოთ ერთი გამოსახულება, რომელიც ბევრი ფიგურისგანაა შემდგარი, ერთი ცვლადით. ამიტომ მოდი აღვნიშნოთ და გიგანტური გავხადოთ მინუს.